საღამომშვიდობისა ეს სანაიას ეთერია წარმოგიდგენ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემებს, რომელსაც ჩვენი ანონსიდან შეიტყობთ. სანაიას ეთერი. ფეხბურთელების დაზღვევა, კლუბების პოლიტიკა ჯანდაცვასთან დაკავშირებით, რაც ცვლილებები ამოქმედდება 2015 წლის 1 ივნისიდან და როგორ უნდა უზრუნველყონ კლუბებმა ფეხბურთელების დაზღვევა. ფინანსების გარეშე დარჩენილ რუსთავის მეტალურგს უმაღლესი ადგილი შესანარჩუნებლად ერთი თამაშის მოგება სჭირდება. ღრმა კრიზისში მყოფი გუნდის ფეხბურთელები სანაიას ეთერში. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად გადაცემის პირველი ნაწილის თემა დაზღვევა, ფეხბურთელების დაზღვევაზე ვისაუბრებ დღევანდელ გადაცემაში და წარმოგიდგენ ჩვენს სტუმრებს კესო ჩხიკვაძე, ფეხბურთის ფედერაციის იურისტი, ჯაბა მუჯირი, ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი, თინათინ სტამბოლიშვილი, GPI ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და სალომე კიკალიშვილი, საბურთალოს მენეჯერი. გამარჯობა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ჩვენ სტუდიაში. ქალბატონ კესო, მოდი დავიწყოთ თქვენგან. 1 ივნისიდან ძალაში უნდა შევიდეს ცვლილებები. არიან თუ არა საფეხბურთო კლუბები მზად იმისთვის, რომ ეს მინიმალური სტანდარტი, რაც მოთხოვნაა დააკმაყოფილონ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც უკვე თქვენ ბრძანეთ, ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტების მინიმალური მოთხოვნები. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას მუდმივი კონსულტაცია ჰქონდა UEFA-ს შესაბამის ორგანოებთან, ასევე FIPRO-ს წარმომადგენლებთან, საკლუბო ლიცენზირების კლუბების ასოციაციასთან და მათთან კონსულტაციის შედეგად ჩვენ შევჯერდით იმ პროექტზე, რომელიც უკვე მიიღო აღმასრულებელმა ორგანომ და რომელიც განსაზღვრა და შესრულება ვალდებულება გახდა 1 ივნისიდან. მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი აი ამ კონტრაქტებისა და ამ კონტრაქტების პირობებისა არის დაზღვევის არსებობა. ზოგადად ქართულ სპორტში სპორტსმენების დაზღვევის თემა ძალიან აქტუალურია და ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკმაოდ პრობლემები არსებობს ამ მიმართულებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთელების დაზღვევის თემა. ძნელი იყო ყოველთვის ვისაუბროთ იმაზე, რომ განუსაზღვროთ თუ არა, მოვითხოვოთ თუ არა იმპერატიულად ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტში დაზღვევის არსებობა. როცა არ არსებობს ამის სოციალური ფონი, არ არსებობს შესაბამისი, როცა სადაზღვევო კომპანიებს აქვს შესაბამისი რისკების გათვალისწინება ხდება, როცა კლუბების ფინანსური მდგომარეობა არის არასტაბილური. ამდენად ასე ძალსახად მოთხოვნა ყოველთვის ჭირდა ამისი, მაგრამ კონკრეტულმა პირობებმა მოიტანა ამის აუცილებლობა, რომ კლუბებმა თავის თავზე აიღოს ეს ვალდებულება და აუცილებლად დაიცვას სოციალური მიუხედავად ამ მდგომარეობისა დაიცვას ფეხბურთელების ჯანმრთელობის პირობები. აქედან გამომდინარე 1 ივნისიდან უკვე ვალდებულებას წარმოადგენს, რომ ყველა კლუბმა უნდა უზრუნველყოს ფეხბურთელების დაზღვევის სადაზღვევო პაკეტი. თავად თქვენც ახსენეთ, ფინანსურად როგორ უნდა გაწვნენ კლუბები ამას? თუ არის ეს ყველაფერი დათვლილი და თუ კი ვერ შეასრულებენ კლუბები ამას, შემდეგ ხომ არ მოუწევთ მუდმივ იურიდიულ დავებში გახვევა? რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა, მაგრამ აქ ჩვენ რაღაც შუალედური პოზიციის გათვალისწინება გვიხდება, მაინც იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ სადაზღვევო პაკეტები ამ შემთხვევაში ძალიან ძვირია და ფაქტიურად კლუბებს ამის დაფინანსება უჭირთ. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ამას კლუბი იღებს თავის თავზე ფეხბურთელების დაფინანსებას. ამის მაგალითი არის საფეხბურთო კლუბი საბურთალო, რომელმაც უზრუნველყო ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაცვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ და ჩვენ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი უნდა დაიწყოს სახელმწიფო, უნდა დაიწყოს სპორტის სამინისტრო, უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ რაღაც გამოინახოს რესურსი იმისა, რომ არსებობდეს ფეხბურთელების დაზღვევა. ბატონ ჯაბა, თქვენ რა გამოწვევებს ხედავთ ასეთი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. 2014 წლის დასაწყისში ჩვენ რამდენიმე პროექტი ერთად გავაკეთეთ არდისთან ერთად, ეს არ ეხებოდა დაზღვევას და ერთ-ერთი მოთხოვნა ჩვენი ორგანიზაციის დაარსებიდან ის იყო სტანდარტული კონტრაქტი და აუცილებელი დაზღვევა. თუმცა არსებულ სიტუაციაში მე ეჭვება ამან შეძლოს არსებობა, იმიტომ რომ კლუბებს დამატებით იმათ მიიღებს ეს წნეხივით იქნება, რომ კლუბები თვიდან თვემდე ძლივს ატანენ თავს და პლუს როგორც თქვენ ბრძანეთ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში მოუწევთ სადაზღვევო კომპანიებთან სასამართლოში სიარული.
სწორედ ჩვენი იდეა ის იყო, რომ ჩვენ ვთხოვეთ არდის გაეკეთებინა პაკეტი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა და ჩვენი იდეა ის იყო, რომ მაშინ იყო დაანონსდა, რომ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო დაფინანსება, ეს იყო 30 მილიონ ლარზე თუ არ ვცდები ყოველწლიურად და მან თქონდა მოთხოვნა, რომ აი ამ იმაში იძულებული გაეხადათ კლუბები, რომ მოეკლოთ მიღებული 800,000 ლარზე იყო წლიური 800,000 ლარიდან რაღაც თანხა და გადაეხადათ ეს დაზღვევის თქო, დაზღვევა ყოფილიყო არა ცალ-ცალკე რომელიმე კლუბის, არამედ ერთ რომელიმე კომპანიას გამოცხადებული ხომ და დაეზღვია მთლიანად საქართველოს ჩემპიონატი, რომ შესაბამისად თანხაც დაიწევდა, კონკურენციაც მეტი იქნებოდა და პირობებიც უკეთესი იქნებოდა. მაგრამ შემდგომ ეს პროგრამა, არ ვიცი, უკანა პლანზე გადაიწია, არ ვიცი, გარკვეული მიზეზების გამო და ჩვენი მხრიდანაც ამის წინ წამოწევა უბრალოდ აზრი არ ქონდა არსებულ ფინანსურ სიტუაციაში. ასე გავათვალოთ, როგორ არის სადაზღვევო კომპანიების გადმოსახედიდან თვითონ ეს პროექტი, რამდენად სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდება თქვენი აზრით ეს ცვლილებები? ჩვენთვის ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა ეს ცვლილებები. ჩვენ აქამდე რაც გქონია შეხება ასე ვთქვათ სპორტსმენების დაზღვევასთან, ძალიან ბევრი კლუბი მოგმართავს ან ფედერაცია, თუმცა სამწუხაროდ ბოლომდე არ მიდის ეს მოლაპარაკება, რადგან აი ინფორმაციის მოწოდების დონეზე უკვე ჩვენ ჩერდებით. იმისთვის რომ ჩვენ კონკურენტული პირობები შევთავაზოთ, რომლის გადახდასაც ასე ვთქვათ კლუბები შეძლებენ, გვჭირდება ძალიან სერიოზული ინფორმაცია, იმის რომ რისკი გავთვალოთ. არც მეტი ასე ვთქვათ მოვთხოვოთ კლუბებს დაზღვევაში და არც ნაკლები. მაგრამ სამწუხაროდ აი ამ ინფორმაციის მოწოდებას ძალიან ბევრმა რა თქმა ვერ შეძლო. აქ საუბარია მაგალითად სპორტული ტრავმების სპორტულ ტრავმებზე ხო საუბარი და არა ჩვეულებრივ ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რადგან ჩვეულებრივ დაზღვევაში სპორტული ტრავმები არის გამონაკლისი. რისკი რა არის თქვენ გაგიჭირდებათ გაარკვიოთ სად მიიღო ადამიანმა ესა თუ ის ტრავმა? სპორტული საქმიანობის დროს თუ ეს მეორადი პრობლემაა. ჩვენ რას ვამბობთ, რომ აუცილებლად გვესაჭიროება აი მაგალითად თუნდაც ერთი რაიმე ტრავმის კურნალობის სტატისტიკა ან ასაკობრივი სტატისტიკა როდის რა ხდება. გარდა ამისა არის პრობლემატური, თუმცა ესეც გადაწყვეტადია, რომ ძალიან ბევრ კლუბს ან ფედერაციას სურდა, რომ უკვე დამდგარი ტრავმის რეაბილიტაცია, ფიზიოლოგიური პროცედურები ეს გვესმის ჩვენ, მაგრამ ხო არსებობს ამ ყველაფრის საერთაშორისო გამოცდილება? არსებობს რა თქმა უნდა და სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილებას ვეყნობით ჩვენც, თუმცა იქაც ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ქვეყანაში ნებისმიერ კომპანიაში აუცილებელი არის ინფორმაცია, რომელსაც დაყრდნობითაც შემდეგ აკეთებენ კოტირებას, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია დღევანდელი გადმოსახედიდან მაინც ფრთხილად უყურებთ ამ ყველაფერს თუ როგორ არის? ფრთხილად უყურებთ არა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილებას და ასე ვთქვათ რესურსი, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი, რომ ძალიან კონკურენტული პირობები შევთავაზოთ იმის ჩათვლით, რომ მკურნალობა ან რეაბილიტაცია მოხდეს არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. გქონდა ესეთი შემოთავაზება, მაგრამ აი როდესაც მივდივართ უკვე კონკრეტულად რაღაც ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება იმაში, რომ პირობები შევქმნათ, რატომაც ეს ბოლომდე არ მიდის ეს მოლაპარაკება, მაგრამ ერთი რამე აუცილებლად მინდა ვთქვა, აქ არის საუბარი ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ესეთი ჯანდაცვა, ესეთი ასე ვთქვათ, გაუთვალისწინებელი რისკებისგან დაცვა, მაგრამ საზღვარგარეთ საუბარი არა მარტო ჯანმრთელობის დაზღვევაზე, არამედ სხვა რისკების დაზღვევაზეც, მაგალითად ის, რომ აი ტრავმის შედეგად ვეღარ თამაშობს ფეხბურთელი, ხომ ხდება ეს რამე ან რამდენიმე წელია საერთოდ. მაშინ რა ხდება, ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს თვითონაც და თავისი ოჯახიც, კლუბიც. ასე ვთქვათ, ამ ფინანსური რისკების დაზღვევაც არსებობს და ესეც შეიძლება რომ იყოს მნიშვნელოვანი თვითონ სპორტსმენისთვის. ასე რომ ჩვენ როგორც მე ვატყობთ, ჩვენ ყველა ელემენტარულ საკითხებზე ვარ. მინიმალურ სტანდარტებზეა ლაპარაკი სამედიცინო დაზღვევაზე, თუმცა აი ჩვენ გვისაუბრია, არსებობს მოსაზრებები, რომ სხვა საკითხებიც აი რაც თქვენ ახსენეთ, ისიც დარეგულირდეს რაღაცნაირად, ხო? ქალბატონო სალომე, საბურთალოში როგორ არის ეს პრობლემა დარეგულირებული? როგორც ქალბატონმა კესომ აღნიშნა, ჩვენთან მთლიანად კონტრაქტი ის თვალისწინებს სრულ სამედიცინო დაფინანსებას ფეხბურთელის. და აი მე სტატისტიკაც მიწოდებული მქონდა სადაზღვევო კომპანიებზე, პირობებით, ვარიანტებით, საავადმყოფოებით, რომელშიც გსურს დაუშვათ ფეხბურთელის გაშვება და ყველაზე უარესებს შორის წამოვიღე საუკეთესო ვარიანტი, აგერ წამოღებული მაქვს და სტატისტიკურად 3-ჯერ მეტი თანხა მიჩნდება მე რო დაზღვევა გავუკეთო.
ვიდრე ის, რომ მე თვითონ უფინანსებდი, მით უმეტეს შარშანდელი მაგერა მონაწერი მაქვს, შარშანდელი ხარჯი გვაქვს დაახლოებით 46,000 ლარი. მით უმეტეს შარშა მქონდა ოპერაციებიც, რთული აღდგენა რეაბილიტაციის პერიოდებიც და ეს არის მაქსიმალური თანხა. დაზღვევით მიჯდება მინიმუმ 84,000 ლარი წელიწად. ანუ თქვენ დაზღვევა არ გაწყობთ. მე დაზღვევას მივასალმები ორივე ხელით იმ შემთხვევაში თუ რაღაცა პირობები ისე დარეგულირდება, რომ არ დავზარალდებით ისედაც გაჭირვებაში მყოფი კლუბები მით უმეტეს რაღაცა წნეხის ქვეშ არ მოექცევიან და ძალიან დიდ ფინანსურ ზარალს არ მიიღებენ. გავაკეთეთ გამოკითხვა ფეხბურთის ფედერაციამ. პასუხები, ანუ შედეგი მაჩვენა, რომ უმეტესწილად ეს წარმოადგენს კლუბის 15-20%. მე თავის ბიუჯეტიდან არ მისცემს კოლოსალური რიცხვი. და ფაქტი რომ ამის გამო ვერ ახერხებს კლუბები უზრუნველყოს ფეხბურთელების დაცვა, მაგრამ არის ეს პრობლემა, რომელსაც იმის გამო რომ რესურსი არ არის, ვერ დავაყენებთ, ანუ მოთხოვნის ვალდებულების იქეთ. ამაზე უნდა იფიქროს ალბათ სამინისტრომ უნდა იფიქროს ჯანდაცვის სამინისტრო თუ კი არსებობს საყოველთაო დაცვის პროგრამა რაღაც მინიმუმზე განსაზღვროს სახელმწიფომ რომ მაგრამ 20 პრაიმ მოდით ავიღოთ ეს რა მოდელი მიგაჩნიათ მაშინ ოპტიმალურად, ხო? 20% რაც თქვენ დათვალეთ არის ძალიან შეიძლება ძალიან დიდი თანხა არ არის, მაგრამ კლუბისთვის არის ძალიან დიდი თანხა. ან შეიძლება საერთოდ კლუბი გაჩერდეს წლის ბოლოს ვერ დაამთავროს სეზონი. ვინმე უნდა დაეხმაროს კლუბს თუ აი რა ფორმით უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია უბრალოდ ისედაც ხანდახან გზის ფული არ აქვს. მოდი ასე ვთქვათ, კლუბს დაეხმაროს თუ სპორტსმენს დაეხმაროს. თუ კი ჩვენ საუბრობდით საყოველთაო დაზღვევაზე, რომელიც არის არაჩვეულებრივი გადასარევი და ჩვენ ყველა ამას მივესალმებით. ანალოგიურად სახელმწიფოს ჩართულობა მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამაში რაღაც წილობრივად ძალიან დაეხმარება ჩვენ სპორტსმენებს, იმაზე რომ უზრუნველყოფილიყვნენ დაზღვევით. როგორ უნდა რეგულირდებოდეს კლუბის რაღაც ნაწილს უნდა იღებდეს თავის თავზე და სახელმწიფოც? ხო, აი წილობრივი მონაწილეობით მაინც განისაზღვროს ის, რომ სახელმწიფომ რაღაცა წილით მაინც დაეხმაროს სპორტსმენს, რომ ის დაზღვეული იყოს. ბატონ ჯაბა. სავსებით გეთანხმებით ამაში, არსებულ სიტუაციაში მე მაგალითად მქონდა საუბარი, როდესაც ვისოლი იყო ქუთაისის სპონსორი, ბატონ ლევან ხაკაძესთან, მანაც ზუსტად იგივე თქვა, რომ მე დავაზღვიე კლუბი, თუმცა შემდეგ რომ ვნახე, რომ გაცილებით მეტი მიჯდებოდა დაზღვევა, ვიდრე მათი მკურნალობა, შევწყვიტე ეს. სადაზღვევო კომპანიები საკმაოდ რისკის თვალით უყურებენ ამას, მით უმეტეს ამ პაკეტებს, რასაც კლუბების თავაზობენ თვლიან 30 კაცზე და მე მგონი ხა მე ამაში დილეტანტი ვარ, მაგრამ მე მგონი ეს რო იყოს თლიანად საქართველოს ჩემპიონატზე რო იყოს ლაპარაკი, ეს იყოს უმაღლესი ლიგა და პირველი ლიგა მაგალითად და თუნდაც მეორე ლიგა, ეს დაახლოებით რამდენი კაცი აქ ეს არის 800 კაცი ხო არის პლუს ამას დაემატება შეიძლება მწვრთნელიც შევიდეს, ანუ საკმაოდ დიდი ციფრი გამოდის. ამ შემთხვევაში თანხაც დაიწევს, კონკურენციაც მეტი იქნება, ანუ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები, როდესაც ტენდერი გამოცხადება, უკეთეს პირობებს დადებენ, თანხაც უფრო დაწევენ და ამ შემთხვევაში საბურთალოს დარწმუნებული იმ თანხაზე გაცილებით ნაკლები ხარჯი ექნება. რაც შეეხება თანადაფინანსებას, სავსებით ვეთანხმებით, ეს უნდა იყოს ან ფედერაციის მხრიდან, ან სპორტ სამინისტროს მხრიდან, ან ეს უნდა იყოს რაღაც ნაწილობრივ მაინც სუბსიდირებული. ქალბატონი თერაპევტი, დიახ. თქვით და შემდეგ. პასუხებ და ასევე საბურთალოს კლუბის წარმომადგენელი, რომელიც სადაზღვევო პირობებზე საუბრობდა, თავად აღნიშნეთ, რომ დაახლოებით 46,000 იყო ლარი და დაზღვევა 47,000 მიჯდება. 84 მიჯდება, ოღონდ ესეც ყველაფერი 100%-იანი არ არის. პროვაიდერებში შეზღუდული ვარ, ანუ იმ ექიმთან ვერ უშვებ ვისთანაც მინდა და მათ შორის საზღვარგარეთ შეზღუდული, რომ აი თქვენი ხარჯიდან, რაც ჩვეულებრივად წლის განმავლობაში გაქვთ, იმიტომ დაზღვევა არ არის ის მექანიზმი, რომ აი თქვათ როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომ მოვიდეს და დაგიფინანსოთ რაღაც ხარჯები. ეს არის მექანიზმი, რომელიც აი რაიმე დიდი რისკი რომ დადგება, მაშინ ჩაერთვება, ეს ჩვეულებრივი მკურნალობის გარეშეც. იმიტომ ხო შეიძლება ისეთი ტრავმა იყოს, რომელსაც ძალიან დიდი თანხა დაჯდეს და ეს თქვენი ხარჯი, რომელიც საშუალოდ გაქვთ წლის განმავლობაში. გამკოტრდი მაგ ტრავმამდე. აღარც. ხო, არა, იმიტომ რომ მეორე შემთხვევა, თუ კი სადაზღვევო კომპანიამ წინასწარ იცის, რომ აი ეს თანხა აქვს გადასახდელი და ამ თანხაზე ნაკლები უნდა იყოს, უბრალოდ რატო უნდა ეს არ არის დაზღვევა. ასე ვთქვათ, ეს არის სწორედ ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ან რაღაც კერძო სხვა თვითონ კლუბი აფინანსებს, ან შემდეგ დაზღვევის თავი, ასე ვთქვათ, არსი ის არის, რომ აი ძალიან დიდი ხარჯი, რომლის გადახდაც არც ეს კლუბს წესით, ანუ არ შეუძლია ძალიან დიდად დააწვება ამას მძიმედ, აი ეს აიღოს თავის თავზე, აქ რა თქმა უნდა შევა ის ყოველდღიური ხარჯებიც, რაც ამა თუ იმ კლუბს აქვს. კი ბატონო, ვიდრე
უპასუხებთ ქალბატონ კესოსთან მინდა რაღაც დავაზუსტო. ზუსტად რა რეგულაციებზე დაყრდნობით არის მიღებული ეს გადაწყვეტილება? ეს იყო ევროკავშირის დირექტივა? ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს თუ რა რაზეა ლაპარაკი? ევროპაში ახლა ამაზე ლაპარაკი რომ სპორტსმენის დაზღვევა, ამას დიდი ისტორია გააჩნია და საკმაოდ დიდი მექანიზმი არსებობს სპორტსმენის დაზღვევის, ამაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ აი ეს ჩვენ კონტრაქტში ვალდებულებები განსაზღვრეთ სწორედ ევროკავშირის, UEFA-ს, FIPRO-ს. აქ მოთხოვნა იყო რომ მაინც და მაინც 2015 წელს უნდა მომხდარიყო თუ იყო დრო იმისთვის რომ თქვათ ერთი წლით გადადებულიყო? ეს 2015 წელს კი არა, ეს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს სპორტსმენის დაზღვევას და ფეხბურთელის დაზღვევას, მაგრამ არა, ევროკავშირის დირექტივის მიხედვით 2015 წელს უნდა მომხდარიყო. არა, ეს ორი ევროკავშირის დირექტივა არ იყო, ეს დირექტივა არსებობს დიდი ხანია, მაგრამ ეს იყო უკვე ჩვენ ვალდებულებად განსაზღვრეთ 2015 წლიდან ის რაც ევროკავშირს, ის რაც UEFA-ს აქვს დადგენილი და შესაბამის ორგანიზაციებს. კარგი, თქვათ სახელმწიფო და მინდა დავამატებ ერთს, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1 ივნისიდან როცა ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყება ფეხბურთელების კონტრაქტების რეგისტრაცია, ჩვენ ყველა კონტრაქტს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია და ბევრია ეს კონტრაქტები, გადავამოწმებთ და რომელიმე კონტრაქტი თუ იქნება ხარვეზე, არ დავარეგისტრირებთ ფეხბურთის ფედერაციაში. ქალბატონ კესო, აი თქვა თქვენ ოპტიმალურ ვარიანტად განიხილავდით, რომ თუ სახელმწიფო შევიდოდა წილობრივად და რაღაც მიეხმარებოდა კლუბს, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში ჩვენ ალტერნატივა მივიღეთ, ხომ კლუბი აფინანსებს. ეხლა მე ჩვენ გვესმის ძალიან ის რეალობა, რაზეც თქვენ საუბრობთ და ზოგადად პრობლემა, მაგრამ ჩვენ რაღაცა უნდა მივიღოთ ფეხბურთის ფედერაციას, უნდა წარმოუდგინოს კლუბმა თუნდაც ის ალტერნატიული ვარიანტი, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, რომ კლუბი იღებს ამას ნაწილობრივ მაინც თავის თავზე. ისე რომ ფეხბურთელი დარჩეს აი ამ დაზღვევის გარეშე, ამას ფეხბურთის ფედერაცია ვერ დაუშვებს. ერთი შეიძლება დავამატო. აბსოლუტურად ყველა კლუბს ხელშეკრულებაში უწერია, რომ იღებს ამას თავის თავზე ამ ვალდებულებას, რომ ტრამვის შემთხვევაში თავიდან ბოლომდე უმკურნალოს ფეხბურთელს, მაგრამ იურიდიული ძალა რა არის? სწორედ იმ პერიოდში, როცა მე არ მაქვს საბურთალოს ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არის კლუბი, რომელიც არა მარტო ტრამვებზე ზრუნავენ, კვებაზე ზრუნავენ ფეხბურთელებს და სახში საკითხავენ მე მგონი. მაგრამ იყო შემთხვევა ზუსტად ამ პერიოდში, ჩვენ მქონდა საუბარი სადაზღვევო კომპანიებთან, მოგმართა ფეხბურთელმა, რომელსაც ჰქონდა 3 წლიანი კონტრაქტში ეწერა, რომ კლუბი ვალდებული იყო, რომ ემკურნალამისთვის პირველი წრის მიწურულს, ანუ დაახლოებით 6 თვეში, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი იყო, მიიღო საკმაოდ მძიმე ტრავმა, ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რომელიც არის მინიმუმ 6 თვე. და დადგა ესეთ სიტუაცია, ეს იყო მისი მეორე ტრავმა, კლუბს ჰქონდა იმის საშიშროება, რომ რისკის ქვეშ იდგა, რომ შეძლებდა თუ არა ეს ფეხბურთელი შემდგომში გაგრძელებას. თუ დარჩებოდა ბოლომდე 2 წელნახევარი მოუწევდა მისთვის ხელფასის გადახდა. და დაუყენეს საკითხი, რომ გიკეთებთ ოპერაციას, გიხდით 1 თვის თანხას და მიდიხარ სახში. ნუ ფეხბურთელი რა თქმა უნდა არ დაეთანხმა მათ იმას და მოლაპარაკება გაგრძელდა დაახლოებით 3 თვე-ნახევარი. 3 თვე-ნახევრის მერე მივაღწიეთ შეთანხმებას ფეხბურთელი არ გაუშვიათ არსად, უბრალოდ მოიკლო ხელფასი, გაინახევრა, ოპერაციას გაუკეთეს, რეაბილიტაციაც ჩაუტარეს და მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება რომ ქონოდა დაზღვევა. ფეხბურთელი წავიდოდა. ანუ საბოლოო ჯამში იმის თქმა გინდათ რომ ფეხბურთელი დაზარალდა დრო გაეწევა. კი, მაგრამ კონტრაქტში რომ არ ყოფილიყო ეს პირობა, მაშინ როგორ? ყველას უწერია ეგ პირობა. აბსოლუტურად ყველას უწერია, უბრალოდ აი ამ ასეთ შემთხვევაში ეს ხდება სავაჭრო საგანიდან. ну თითქმის მე ჩემ ხელში რაც კონტრაქტს გაული აბსოლუტურად ერთადერთი რაც იყო რომ ერთ-ერთ კლუბს ეწერა რომ 21 დღეში თუ ვერ იმას იზავს აღიდგენს ტრამვას ანუ თუ 21 დღეზე მეც გაიწელება მაშინ მაგრამ კლუბმა ძალიან რომ მოინდომოს შეუძლია რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს აბსოლუტურად რა თქმა უნდა ხა მე რო კლუბი ვიყო მოდის ფეხბურთელი ვეუბნები რომ ოპერაცია გასაკეთებია ვეუბნები რომ გიკეთებ ოპერაციას მიდიხარ მეთანხმები გიკეთებ ოპერაციას არ მეთანხმები და მოდი აი ვივაჭროთ და ამ დროს რომ იყოს არსებობდეს დაზღვევა ფეხბურთელი მიდის არ ელაპარაკება საერთოდ კლუბს იკეთებს ოპერაციას იწყებს რეაბილიტაციას და მისი აგენტი იქნება ორგანიზაციაც იქნება რომელიმე მის ანუ ადვოკატი იქნება ვინც იქნება ხო უკვე მე გააგრძელებს კლუბთან ურთიერთობას გასაგებია ქალბატონო იმ კონტრაქტს ხო აქვს იურიდიული ძალა ეს მოხლი რო წერია და ხო შეიძლება ფეხბურთელმა იგივენაირად როგორც დაზღვევას მოსთხოვს კლუბს მოსთხოვოს რომ გაიწელება ეს პროცესი ну რა მნიშვნელობა აქ არის ლაპარაკი იმაზე, რამდენად ქმედითი და სასარგებლო იქნება ეს ფეხბურთელისთვის. ეს კეთდება ფეხბურთელისთვის, ხო, ამაზეა ლაპარაკი. სასამართლო პროცესების გაწელვა შეიძლება ძალიან დიდხანს. თუ ეს საქმეები ქმნის, თუ ეს ყველაფერი ქმნის იმის, ასე ვთქვათ, საფუძველს, რომ საქმე სასამართლოში წავიდეს, საბოლოო ჯამში
არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, ფეხბურთელს დააზარალებს ეს ყველაზე მეტად, ხო? ამ შემთხვევაში 3 თვე ნახევრის მერე გაუკეთეს ოპერაცია, რომელიც შეეძლო. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმენ, რომ ცალსახად არ უარყოფ დაზღვევას და პირიქით თუ დარეგულირდება მომხრევარ, მაგრამ აი სტატისტიკას შეეხო წეგან ქალბატონი ერთხელ შეიძლება ისეთი ზარალი დადგესო, რომ ვერასოდეს ვერ გადაიხადო. 1999 წლიდან არის დაარსებული ჩვენი კლუბი და ჯერჯერობით ესეთი 4 ვაგი ზარალი არ დამდგარა, რაც დაზღვევაში თანხის გადახდა მომიწევს. ანუ შეიძლება იმ ზარალამდე ვერც მივაღწიო რეალურად იმ ხელა ხარჯი მქონდეს ყოველწლიურად არაფერში. ანუ შეიძლება საერთოდ არ დამჭირდეს და მაშინ რაღაცნაირად უნდა დაბალანსდეს ისე, რომ სადვართ რა თქმა უნდა, სწორად აღინიშნა აბსოლუტურად, რომ აი სათითაოდ კლუბის ან რაღაცა პატარა გუნდის დაზღვევა არის სრულიად სხვა პირობებით და როდესაც მასშტაბზე არის საუბარი, ვთქვათ, სპორტის ერთ-ერთ მიმართულებაში ან თუ კი ეს ყველა სპორტსმენზე გავრცელდება, აქ სრულიად სხვა პირობებზე საუბარი, ამას ეს რა თქმა უნდა ესეა. ჩემ შემთხვევაში არის 200 კაცზე, 200 კონტრაქტიანი ფეხბურთელი ყავს სხვადასხვა ასაკში. ეს მაგრამ დაზღვევის მასშტაბისთვის 200 ადამიანი არაფერი არ არის იმისთვის, რომ მივიღოთ რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი პირობები. თბილისის დინამო, რომელსაც ასევე 200 კაცი ყავს და საკმაოდ სოლიდური ის იქნება. რაღაცნაირად თუ დაბალანსდება. ქალბატონიკასო, ერთი საკითხია, კიდევ ფეხბურთელები გვისმენენ და მათ აინტერესებთ, ხო, კონკრეტულად რა არის ეს მინიმალური სტანდარტი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს? აქ საუბარი მარტო ჯანდაცვაზე და დაზღვევაზე არ არის, აქ არის ყველაფერი განმარტებული. ანუ ფეხბურთელს რისი უფლება აქვს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ აი ეს კონტრაქტი ფეხბურთელების ინტერესებს მარტო არ ითვალისწინებს, ეს არის კლუბების ინტერესებზეც გათვლილი. ანუ ეს არის შეჯერებული კლუბის და ფეხბურთელის ინტერესები. აქ უნდა იყოს განსაზღვრული ყველა ხელშეკრულების დაწყების თარიღი, გაწყვეტის მიზეზები. ასევე უნდა იყოს, რომ განმარტებული უნდა იყოს ყოველი სიტყვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა ქონია განსაკუთრებით ჯაბა არის ამისი მომწრე, რომ ხშირად ხდება, რომ რომელიმე მხარე კონკრეტულ სიტყვას, მაგალითად სპორტულ შედეგებს იყენებს სხვადასხვა დატვირთვით და ანუ სადაო ხდება ვისთვის რა არის ეს სპორტული შედეგი, კლუბისთვის რა მნიშვნელობის არის, ფეხბურთელისთვის რა მნიშვნელობის არის და ამდენად ჩვენ მოვითხოვეთ და აი ამ კონტრაქტის პირობებში განსაზღვრეთ, რომ აუცილებლად განმარტებული იყოს ყოველი სიტყვის მნიშვნელობა და ლექსიკონი ახდეს თან ამ ხელშეკრულებას, რომ არ გახდეს სადაო და არ მიეცეს სხვა მხარეებს ინტერპრეტაციის საშუალება იმისა, ან რომელიმე მხარის უფლებები დარღვეული იყოს. აქ განსაზღვრული ასევე ჯანდაცვის, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და რაც მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ჩვენ ვიცით რომ საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა უნდა ვაღიაროთ, რომ არ არის ყოველთვის დამსაქმებლის ინტერესებზე, ასე ვთქვათ, ორიენტირებული მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში განხორციელდა შრომის კანონმდებლობის ცვლილება, ეს მე გააუმჯობესა მდგომარეობა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ აქ დამსაქმებელი სრულად დაცულია. დასაქმებული. ბევრად უკეთეს მდგომარეობა აქვს. ამდენად ჩვენ როცა კონტრაქტების პირობას ვიღებდით, აი კონსულტაციებს ვაკეთებდით, ასეთ შევჯერდით იმაზე, რომ კონკრეტული ხელშეკრულების დავის შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის დავის განხილველმა ორგანოებმა ესე ორიენტაცია გააკეთოს იმ სამართლებრივ რეგულაციაზე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მოქმედებს, რომელიც მოქმედებს UEFA-ში, FIFA-ში და თუ კონკრეტული დავის შედეგად წარმოიშვება საკითხი, რომელსაც ვერ პასუხობს ჩვენი სამართლებრივი ფეხბურთის სამართლებრივი ბაზა, მაშინ ორიენტაცია გააკეთოს შრომის კანონმდებლობაზე. იმდენად რამდენადაც შრომის კანონმდებლობა ვერაფრით ვერ ჩაჯდება ტრანსფერების მოთხოვნებში და ვერ იქნება ის ანალოგიური ისეთი, როგორც არის დღეს მოქმედი შრომის კანონმდებლობა. ჩვენი ამ ბლოკის დრო დასასრულისკენ მიდის და ამიტომ ყველას მინდა მოგცეთ კიდევ სიტყვა. ბატონ ჯაბა, თქვენი აზრით როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს საფეხბურთო კლუბები? კლუბებისთვის ეს დაზღვევის საკითხი საკმაოდ დააწვება ზურგზე, თუ იქნება ეს აუცილებელი, მაგრამ როგორც მივხვდი, არ იქნება ეს აუცილებელი, ისევ იქნება, რომ ანუ ვალდებულება იქნება, რომ ჩაიწეროს უბრალოდ რომ უნდა ჯერხემა მინიმალურ სტანდარტებს, მინიმალურ სტანდარტებს ეს კლუბებთან არის უკვე შეჯერებული და ფეხბურთის ფედერაციას მოუწევთ ამაზე დათანხმება და ვერგეთ ნახავთ შემდეგ ჩემპიონატი გვაჩვენებს ამას უკეთესად. ქალბატონი თინათინი, აი კლუბებს რა შეგეძლიათ უთხრათ? აი რატომ უნდა მიიღონ მათ ეს პირობები? პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ სადვართ კომპლექსურად განვიხილოთ, რადგან ეს ცვლილება დადგა, ესე იგი მოთხოვნაც არის სრულიად სხვანაირი ბაზარზე, ვიდრე აქამდე არსებობდა და კიდევ ერთხელ ერთი კლუბი რომ მოგმართავდა, ანუ რიგ სრულიად სხვა პირობებია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი იქნება უკვე რეალური მოთხოვნა, ამის საპასუხოდ ჩვენ
აუცილებლად შევიმუშავებთ იმ პირობებს, რომელიც ასე ვთქვათ, იქნება მიმზიდველი სპორტსმენებისთვის და კიდევ ის, რომ გარდა იმ ჯანმრთელობის რისკებისა, ძალიან ბევრი ისეთი რისკია, რომელიც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თავად ფეხბურთელისთვის და კლუბისთვისაც, რადგან როდესაც ფეხბურთელი არ თამაშობს, კლუბიც ალბათ ზარალდება, ეს არ არის და ამიტომ ეს უკვე ალბათ შემდგომი ეტაპია, თუმცა ამ ეტაპზე ალბათ პირველ რიგში შეიძლება რომ ეს რაც ახსენე კომპლექსური მიდგომით ნახოთ ჩვენ რა თანხებზე გავდივართ, რომ კლუბებმა თავიანთი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე დაფინანსების წყაროებზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია საუბარი, თუმცა აი პირველ რიგში აქ არაერთი მაგალითი ითქვა, როგორ ზარალდება ფეხბურთელი თუ კი არ არის კლუბი მზად იმისთვის, რომ ტრავმებს უმკურნალოს ან რაღაც სხვა ამგვარი ხარჯები გაწიოს, კლუბის საბურთალო როგორც მე ვხვდები, არის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი და ყველა კლუბი ესეთი არ არის, ამიტომ ჩვენი აზრით აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ყველა ფეხბურთელი უნდა იყოს დასწრული და ესეთ შემთხვევაში არ აღმოჩნდეს ისე, რომ ვალებია იყოს და უმკურნალოს თავის თავს, რომ არაფერი თქვა შემდეგ თამაშზე. რამის დამატება და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მინიმალურ მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი შემთხვევაც გქონია, რომ ფეხბურთელი თამაშს ვერ გააგრძელებდა, მაგრამ ოპერაციის გარეშე არ დაგვეტოვებია და რა თქმა უნდა, ეხლა მასშტაბურად უკეთესი იქნება, თუ ეს დაზღვევა იქნება, ოღონდ ისე არ უნდა მოხდეს, რომ კლუბები ისე დაზარალდნენ, რომ ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლონ და სამედიცინო დაზღვევაზე უკვე ზედმეტი იყოს საუბარი. აი იმ დიალოგებიდან რაც გქონდა ჩვენ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან, ისე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან მაღალ რისკებს ხედავენ და არ არის ისე, რატომაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აი ან სპორტულ იმ რაღაც ნიუანსებში ვერ ერკვევენ ის ადამიანი იმ მომენტში და თუ რაღაც თქვათ კონსულტაციების სახით თქვათ იგივე სპორტულ ანუ ეს მაინც სპეციფიკური თემაა, სპეციფიკურია, მათთვის ცოტა უცხოა და ამიტომ მაქსიმალურად ზევიწევენ რისკებს. ალბათ ამ ყველაფერზე ფედერაციის ჩართულობით ალბათ საფეხბურთო კლუბებსა და კომპანიებს შორის უფრო ინტენსიური კავშირი უნდა იყოს. სადაზღვევო ასოციაციის ეგიდით რაღაც აი ოპტიმალურ პირობებზე ჩვენ დავილაპარაკოთ, გავცვალოთ ის ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ და ისე რომ რა თქმა უნდა კლუბები არ უნდა დაზარალდნენ და ფეხბურთელები იყვნენ დასრულები ესეთ შემთხვევაში. დაყენებით ჩვენ დავსვით ეს საკითხი და ძალიან კარგია უკვე რომ ჩვენ უკვე ამაზე ვსაუბრობთ და ამის გვერდისავლა არაფრით არ გამოვა სპორტში ფეხბურთელის და ნებისმიერი სპორტსმენი უნდა იყოს დაცული. გასაგებია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ამ თემაზე ბუნებრივია გაგრძელდება კიდევ დისკუსია და ალბათ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი. გემშვიდობებით, მადლობთ და გადაცემის მეორე ნაწილში ლიცენზირების თემით დავბრუნდებით. ქალბატონი კესო კვლავ იქნება ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ არის რაღაც შეკითხვები, რაზეც მისგან გვაინტერესებს პასუხები. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.